მოგებით მონატრებულო მეგობრებო დღეს ახალ სეზონს ვიწყებთ. შობა და ორი ახალი წელი როგორც იქნა ჩემო ნიკოლოს ბიჭებო გადავაგორეთ. მადლობა ყველას ვინც ჩვენთან ერთად გაატარა როგორც ახალი ასევე ძველით ახალი წელი. მადლობა ჩვენს მეგობრებს რომლებიც ჩვენთან ერთად სვამდნენ ყოველ დღე და მადლობა ღმერთს რომ მესამე ახალი წელი აღარაა. ორი კვირა ვისვენებდით, მაგრამ გვერწმუნეთ საერთოდ არ დაგვისვენია. დასვენება აი ახლა უფრო გჭირდება, მაგრამ რას ვიზამთ? სამსახურია. ისე მე თუ მკითხავთ წელიწადში ორჯერ ახალ წელს ჯობია კვირაში ორჯერ შაბათ-კვირა იყოს. რა ვიცი, ხლა 100-ია თუ ისია, გავაცლიეთ უკვე ძველი წელი, ალკოჰოლი და ქოლესტერინის მრავალსახეობა და თამამად შეგვიძლია დავიწყოთ და ახალი სეზონი. ესე იგი ახალ წელს წონაში როგორც ვიმატებ მაგ ტემპით რომ ხელფასიც გვემატებოდეს ჩვენზე მდიდარი ერი არ იქნება დედამიწის ზურგზე. ბატონო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამჯერად ძველით ახალ წელს და გისურვებთ განსხვავებული წელი ყოფილიყოს. სუძვა ხარჩეობა და განსხვავებული სიტყვა აღარ ახსენებ ცოტა ხანი რა იქნება აღარ შემიძლია ორი კვირა განსხვავებული არ გამიგდია. აბა მოსმენა იყოს. იარა და მოდიში. სუპრასტარ ხო ერთი წუთი თუ შეიძლება ეგ კაცი გამიჩერება. მოკლედ ახალი სეზონით, ძველი შემართებებით, ხალისით და ზედმეტი კილოგრამებით ეთერშია პატას და ნიკას შოუ. ხოლო ჩვენ შოუში დოლგარმონზე უკრავს და კეფის განწყობაზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი. დავდალიო რა კეიფის ხასიათზე გაყენებენ ეგრევე. ახალ წელს ახალი ამბებით ხვდებით მეგობრებო. ხვიჩა კვარაცხელია ფრანგული პარის სენ-ჟერმენის ფეხბურთელი გახდა. გულოცავთ პარას და წარმატებას უსურვებთ უკვე ფრანგულ გრანდში. არა და შეჩეული ვიყავი ნაპოლის გულშემატკივრობას. ახლა პარის სენ-ჟერმენის თამაშებს უნდა ველოდოთ. რამ გადაიყვანა პრინციპში ხა ეგ რა ვიცი. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი რომ წელიწადში 8 მილიონს მიიღებს. მე რა? მაინც რამ გადაიყვანა. ახლა შენ 8 მილიონი გადაგიხადოთ ვინმე წელიწადში სხვა ტელევიზიაში გადამსვლელი ხარ? რა სისულელია, ვეიო. 10 მილიონი რომ მომწერ. მე სხვა გადამსვლელი არა ვარ. გადადის სხვა თემაზე გულია ბიჭოხტელს. კარგი ჩემო კარგო, პოსტ ახალწლებს მივაწვეთ მაშინ. კი ბატონო. ბელგიის სურსათის უვნებლობის სააგენტომ ნაძვის ხის ჭამა აკრძალა. არა და ორი რაღაცა უდგემრიელი ბელგიელებს შოკოლადე ნაძვის. აუ რა მიყვარს ბელგიური ნაძვის ხე ნიორწყალში? ენაცვალი. გადაბრევენ ჩემო პატეის ბელგიელები. ნაძვის ხეს რა მაჭმებს, საცვის ვეღარ ვაკარებ. არა და შვენიერია, გემრიელია ნაძვის ხეც. ნუ ცხელი სადამაა მაშინ, მაგრამ სადაც ჩიჩილაკია, ნაძვის ხეს რა მაჭმებს. ჩიჩილაკის რო შებრაცა მეორე დღეს. ისე რატო გრძალავენ ნაძვის ხის ჭამას? ეთქობა ვადაგასული ნაძვის ხები შემოვიდათ, მეორე და მოიწა. არ ვიცი, მოკლედ დაბნეულია ბელგიის მოსახლეობა. ვეღარ გაუგიათ ნაძვის ხე დაწვან თუ შეწვან. არ დაიშალოთ, მეგობრებო, უფრო სახალის ვამებიც გვაქვს. ზამბიაში თვრალმა პოლიციელმა 13 პატიმარი გაათავისუფლა. რაც ახალი წელი სახლში აღერნიშნათ. ალბათ ამის შემდეგ ზამბიაში პირველი სადაგრძელო პოლიციელი ითქმება და მერე იწყება აუ ის კაცი გამიჩერე. გამავია. კლატვასეც არაა საქმე, ის პატიმრები კი შეხვდნენ ახალ წელს სახლებში, მაგრამ ეს პოლიციელი შეხვდა სამაგიეროდ ციხეში ძველი დაკარგვა. ეს პოლიციელი მეორე დღეს რომ გამოფხიზლდა თურმე თავს იმტრევდა. 13 პატიმარი რატომ აკრია? აი ვერ გაიგო. კაი, ციხიდან გაპარვა გამიგია, მაგრამ სუფრიდან გაპარვა რა უბედურება ვერ გაიგო. ისე გათავისუფლებული ზამბიელები რა მაგრად იქეიფებდნენ და რა სუფრა იციან ზამბიაში. ამი მუშავდა სარწმუნოებრივი უკრაინი. მაგათი ნაციონალური კერძი რა არის ხო იცი? არა. ღომი და გველი.
შეასოს ეს ხელში. უფრო მაგარი ამბავი მაქვს ზამბიიდან ჩემო ნიკოლოს. ესე იგი ზამბიის პრეზიდენტისთვის ჯადოს გაკეთების მცდელობის გამო პოლიციამ 2 მამაკაცი დააკავა. იქ მამაკაცები აკეთებენ ჯადოებს. ბრალდებულების სახლიდან ამოღებულია მაჩვის ქონი, ყვავის ფრთა და ზღარბის უკანა ფეხი და ასევე სხვა გრძალული ნივთები. მე როგორც გავიგე, ცოტა მოჯადოება მაინც მოუსწრია. პრეზიდენტმა პენსიები გაუზდარდა თურმე ხალხს. ამ ტიპებს ციხეში ალბათ კითხავენ, რაზე ზიხარ შენ ძმაო? პრეზიდენტის მოჯადოებაზე, ბრატ. მაგრამ ესენი არხეინად არიან, კიდე გაუკეთებთ ჯადოს პრეზიდენტს და შეგვიწყალებს. პრეზიდენტი თუ არ შეიწყალებს იმ პოლიციელთან მაინც რომ მოხდებოდნენ, აი, 13 პატიმარი რომ გაუშვა, შემდეგ ახალწელს უეჭველი სვაბოდაზე იქნებიან. კი, როგორ არა. თვითონ ეგ პოლიციელი თუ გამოუშვეს იქეთ წლამდე კი. კი ბატონო, სხვათა შორის ამერიკას ამ ეტაპზე 2 პრეზიდენტი ყავს. ერთი ჯო ბაიდენი, რომელსაც პრეზიდენტის პოსტზე 1 პარასკევი გადარჩენია და დონალდ ტრამპი, რომლის ინაუგურაციაც 20 იანვარს შედგება. სანამ ტრამპს მიულოცავთ ოფიციალურად გაპრეზიდენტებას, მანამდე ჯო ბაიდენს ულოცავთ, რადგან მას შვილთა შვილი შეეძინა. ხო და კაი დრო შეეძინა, პენსიაში გადის რამდენიმე დღეში და ითამაშებს შვილის შვილებთან. მალე ბუხართან მოუყვება პატარებს თავის ისტორიებს. ოვალურ კაბინეტში ვზივარ და შემოდის ტრამპი. ახლა მთავარია ტრამპს არ შეეძინო შვილთა შვილი. დორე მერე ჩვენთვის აღარ მოიცლის და აი შენ თუ მეტყვი ამერიკის ვიზა ხო გააქვს შენ? კი? აი ბაიდენი ისეთი ტიპია, ასე მშრალად ეგ არ გადაატარებს და წასასვლელი ვართ ძეობაში როგორც ხვდები. დაბანები თუ ზრახოთ, აი სუპრა აღარ მიხსენოთ ხო გთხოვე თავიდან. რა ვქნა ძმაო, ბაიდენის ბედნიერები ძალიან გახარებული ვართ, კახელები. კახელები რატო? იმიტომ რომ კახელია ბაიდენი. სახელს დააკვირდი, ჯო! ბაიდენი. იმედია პატარსა ჯოუს დაარქმევენ და ასე საქართველოში გაეშიდა მის რიცხვს ბავშვი ხოჯობდა ეგრევე განაღდებული ქონდა მოქალაქეობა საქართველოს და საქართველოს მოქალაქეობა რა თუნდა და ნახე რეები ხდება ბიჭო ამერიკაში ნახე შემდეგი ნიუსი წაიკითხე და მიხვდები ამერიკაში მძღოლის გარეშე მოძრავ ტაქს პროგრამამ გაუჭედა და მგზავრი წრეებზე ატარა აჰა დაზარალებული მგზავრი კომპენსაციის სახით ფულს და ტუალეტის ქაღალდს ითხოვს. ჩემი აზრით კი არ გაუჭედა ქართველის დაპროგრამებულია სპეციალურად მასე. შორიგზებით დადის, ბევრი რო დაწეროს ტაქსი. პროგრამის უაბრალებ რობოტებიც მაგარი გამაიმუნებულები არიან, რო იცოდე. ან შეიძლება უბრალოდ ხურდა არ ქონდა და $100 ატარა. არა, რობოტი აშკარად აბობდა, ხა წარმოვიდგინე, პროგრამამ გაჭედა Windows-ზე გადასაყენებელიო და გზავს უთქვამს, Windows-ი კი არა, მანქანა გადააყენე, სანმე რომ ჩავიდე, აღარ შემიძლია რა გადავიდე კაცი. ამიტომ მირჩევნია უგემოვნო მუსიკა მოგვასმენოს, ბევრი გველაპარაკოს, თავისი ისტორიები მოგვიყვებს, სიგარეტიც მოწიოს თუ უნდა, მაგრამ ადგილზე მშვიდად მიგვიყვანოს. ჩვენიერი ისე უპილოტო ტაქსმაც რა ქნას. პროგრამა თუ გაუჭედა რა გააკეთოს. თან ტაქსისტმაც გაჭედა თურმე. ავტოპილოტი ყვებოდა ხოდა ჩაბიჯდა ტიტველი ქალი. ხოდა ჩაბიჯდა ტიტველი ქალი. ტიტველი. სხვათა შორის ამას წინათ მეც მატარა წრეზე ტაქსმა. მოიცა აქაც შემოვიდა უმძღოლო ტაქსები? არა კაცო, უბრალოდ მძღოლი იყო ჩხარიდან. და არ იცოდა გზები. ჩხარი ხო იცი რომელი? ეგ ჩვენც კი. თერჯოლის რაიონი, იქიდანია. უფრო მაგარი ამბავი შემდეგ ნიუსში გელოდებათ. ინდოელმა ცოლ-ქმარმა 3 წლიანი დავის შემდეგ ბავშვს მოსამართლის მიერ შერჩეული სახელი დაარქვა. შეგეძლოს. ანუ რა გამოდის ეს ბავშვი მოსამართლეობითია თუ რა გინდა? რა ვიცი, იმედია ამ ბავშვის გაკეთებაშიც მოსამართლის ჩარევა არ არის. საჭირო. ეს მოსამართლე იმხელა პასუხისმგებლობას იღებს ჩემო ნიკოლოს თავის თავზე რომ მარტო სახელზე კი არა, პამპერსზე და საჭმელზეც მაგას მოუწევს ფიქრი, აგერ შენ და აგერ მე. 3 წელი დავობდნენ, ესე იგი, რა დაერქმიათ ბავშვისთვის და
რა გამოდის საწყალ ბავშვს მანამდე ხან ეძახდნენ და ხან ოე ეს ბავშვი რო გაიზრდება, მამას კითხავს. მამა, ვისთან ხანი რატო დამარხიო და მე რა ვიცი რომ მოსამართლეს კითხეო. სადაო რატო გაუხდათ, იცი აი ეს 1.400.000-ზე მეტი მოსახლეობა და არ ყოფნით სახელები. აგერ ჩვენ რო გავნავდეთ დაარქვი გიორგი. ატა. გიორგი. გოგი. მოსამართლემ აქედანვე გაფრთხილებთ მეორე შვილი რო შეგეძინებათ იმაზე სასამართლოს აღარ მიმართოთ. პირდაპირ რაჭკაპური დაარქვით. შეგენაცვალე. რა კარგია მეტი პრობლემები რო არ არის ქვეყანაში, ერთი სიტყვით მოსამართლის მამა ყოფილა გახარებული, ჩემი სახელი დაარქვეს ბავშვს. სინამდვილეში იმ ინდოელ ბავშვს რა დაარქვეს არ ვიცით, მაგრამ ჩვენ ძმებს ნამდვილად ქსოვრელები ქვია და ჩვენ შოუში დოლგარმოზე უკრავს და ქეიბის განწყობაზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოსიტაშვილი. ჩემო გიორგი როგორ ახარ მითხარ? უკეთესად რა თქმა უნდა. ბიჭებო რა შევით? გოგი შენ გეტყობა რომ კარგად ახარ, დიმა შენც გეტყობა, პაატას ისე რა, შენ როგორ წოვეთვის დღიალე. რა ხდება, რა ჭამე, რასვი? ნუ იტყვი, როგორც ყვერამ ისე გამოვიარე ჩვენს ახალი წლები და ისე არა, სხვადასხვა შორის კონცერტები იყო? კონცერტები იყო, სუფრებიც იყო, მიწოვებიც იყო, კაი, კეიფიც იყო. ეს ძნელია თქო ქართულობა. ეხა მთავარი. აი თუ მოიცალე რომ არამე ახალი შეგექმნა რომ არ გვინდა ჩვენი პირველი სეზონის გადაცემა შენი პრემიერის გარეშე რომ კი ბატონო. სხვათა შორის ბედობას ჩავწერეთ ეს სიმღერა რომ დაგვებედოს ახალი სიმღერები და გოგი თუ იყო სტუდიაში. კარგი პრემიერები, რა თქმა უნდა. დაგვებედა გოგი. გოგი დაგვებედა აუცილებლად. ასე უნდა ეთქვა, გიორგი, ერთი დღე გქონდა ფხიზლად როცა ვეყავით, ორი და მაშინ მოვასწარით. გიო რა სიმღერაა? ორში მხიარული განწყობა უნდა ყოფილიყო და სევდა არ იქნება. არა, რა თქმა უნდა, სიყვარულზეა სიმღერა, ფატიმ კვაჩუკაის სიმღერა ბოლაშვილმა. ვენაცვალე მოვიდა. მოკითხვა, დიდი მადლობა ასეთი სიყვარულისთვის და ჩაიწერა ზაზასთან სტუდიაში, ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში და როგორ არის ზაზა? ისე. კარგად. და ზაზა ნონიაშვილის მადლობა არანჟირებისთვის. რა დაარქვით სიმღერას? ოცნების ქალი. ოცნების ხალი. ორში ხალი ეხა ო, რახან საცივზი არ არის, და ოცნების საცივი ასე შეიძლება. ჩვენც გვაქვს შენთვის სიურპრიზი, ჩემო გიო. რატომღაც გუმანით გზნობდით მე და ნიკოლოზი რომ ეკრება ამას აუცილებლად ხო სიმღერა და დაგახვედრეთ მოცეკვავეთა არაჩვეულებრივი გოგონების სამეო. შვერიერი, მადლობა. და მოდი ექსპრონტად აყვებიან ამ შენ სიმღერას. აბავცადოთ კი ბატონო. მაშასე ავედით. გიორგი შოშტაშვილი და ქსოვრელები პირველ გადაცემაში ამ სეზონის პირველივე პრემიერი. ოცნების ქალი, წავედი. ჩვენ კი რაც გვაცოცხლებს ეს სიყვარულია ხან თითქოს დარია ხან კი ავდარია მაინც სიყვარული უშველის დარდიას მაინც სიყვარული უშველის დარდიას შენი სიყვარული ჩამქრალი დარივარ და მაინც შენ ჩემი ოცნების ქალი ხარ არასდროს მივლია სევდიანს ქუჩებში გეძახი მივარხარ გაგოცებ ქუჩებში შენი სიყვარული ჩამქრალი დაივარ და მაინც შენ ჩემი ოცნების ქალი ხარ არასდროს მივლია სევდიანს ქუჩებში გეძახი მივარხარ გაგოცებ ქუჩებში შენ ჩემი სიცოცხლის თავარი აზრი ხარ და შენი ცხოვრების ბილიქზე დავდივარ რა ვქნა რომ მიყვარხარ ძალიან მინათებ ყველა გზას ბნელსა და დარდიას მინათებ ყველა გზას ბნელსა და დარდიას შენი
სიყვარულით შამქრალი დარი ვარ და მაინც შენ ჩემი ოცნების ქალი ხარ არასდროს მივლია სევდიანს ქუჩებში გეძახი მიყვარხარ გაგოცებ ქუჩებში შენ ჩემი ოცნების ქალი ხარ არასდროს მივლია სევდიანს ქუჩებში გეძახი მიყვარხარ გაგოცებ ქუჩებში შენი სიყვარულით შამქრალი დარი ვარ და მაინც შენ ჩემი ოცნების ქალი ხარ არასდროს მივლია სევდიანს ქუჩებში გეძახი მიყვარხარ გაგოცებ ქუჩებში და რაღაც ამჩენია თუ არა ის რომ წარმადგინო ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმრები პირველი სეზონის პირველი სტუმრები კეთილი იყოს მათი ფეხი კი ბატონო ამ წელს ჩვენ სტუდიაში და რა თქმა უნდა არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად ისინი არიან არაჩვეულებრივი მსახიობები მედიკო ახალაძე და როლანდ ოქრობირიძე ჩვენი სტუმრები მივესალმოთ ესე იგი არ ვიცი რა დაამშვენეთ ჩვენი სტუდია კეთილი იყოს ჩვენი ფეხი თქვენთან ანუ მედიკო შენ გეძღვნებოდა ეს ფრაზა თორე ჩვენ სამი ეხა შენივრად გამოიყურებით მინდა გითხრათ ახალი წლების თქვენც ასევე თქვენც ასევე ჩემი შენ გითხარიო კი ბატონო მაზია დათქვამი რა ძნელი აქეთ იგი რაღაც პინგ-პონგი იყო აქ შემთხვევა რატო დავამატეთ ორი წამყვანი იმიტომ რომ ერთხელ სტუმარ ჩამოეძინა და რო იყოს სულ ისრის ვარჯიში რო იყოს რა ძირითადად ისრის ძალღვები რა ესე იგი როგორ არის იცი საქმე რომ ჩვენმა ტელემაყურებელმა პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ ჩემო ძვირფასებო შესაძლებელი გავაკეთოთ უკვე იცის ჩვენი არაჩვეულებრივი მედიკო ნანულა იგივე მიხოდა მაროში ახალი პერსონაჟი ჩვენი მეგობრის კოლას მეუღლე რომელიც სულ ახლახანს შევიდა სერიალში და ძალიან ნაყოფიერად მინდა გითხრათ და მადლობა მედიკოს ამისთვის და ჩემო ძვირფასებო მე მინდა ახლა კიდევ ერთი სიურპრიზი გითხრათ რომ როგორც იქნა დავითანხმეთ ამოსვლაზე დაგვეთანხმეთ თვითონ გოგიგეგეჭკო იუმორი ნაშრა იყო ხო დაპლატატამ გავლა მინდა აგრიალდეს თქვენი ტაჩი დიდ საკონცერტო დარბაზში კი ბატონო და როგორც მიხვდით ჩვენი სერიალის ახალი გმირი სულ რამოდენიმე დღეში გახდება და იხილავს ჩვენი ძვირფასი ტელემაყურებელი და განსაკუთრებული მაყურებელი ამ სერიალის რომელიც უხვად ყავს და მადლობა მათ ამისთვის და ამ ორის მოწვევა ხა რატო რო ავხსნა იმიტომ რომ გავართ ერთმა განსაკუთრებით ნანულას გმირად იქნება ნანულას ძმას ითამაშებს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი როლანდ ოქრობირიძე მაგრამ ჩემო როლანდ ძალიან ასე თქვა დილემის წინაშე დავდიქ რატო და ეხა ესე ჩამოყალიბებულად არ არის რომ მაინდა-მაინც რომელიმე კონკრეტულ კახეთში ხდება მოქმედება ზოგადია მოგეხსენება შენ ხა კახელი კაცი ხარ და 7 რაიონს მოიცავს ეს ბარაკიანი მხარე და აი არ ვიცით შენი პერსონაჟის შესახებ რანაირი
რომ მიცხარ როგორი კახელი როგორი აი სულ ფიქრობთ და საერთოდ ჩემ წერენ პროფესიაში ხო ეგ არის სულ როგორი კაცო როგორი რატო რო შემოვდივარ რატო რას ვაკეთებ რატო მაგრამ როგორ ვაკეთებ ხო აი ესა ხო ამასთან დაკავშირებით მე ცოტა ვიფიქრე და რაღაცა ჩემი ვერსიები მოვიტანე ვიფანტაზიოროთ ახლა მსახიობები ხო ვართ არა აქვე რეპეტიცია პირველი რეპეტიცია ნამეცადინები მოვედი ესე შეგენაცალე აფიქრი მოვიდაო მაგიტო გიждები გურჯანელი აბა ჩვენ ისე ფიქრობ და იგივე გვაგინებენ აბა გაზრებულად ხო და რაღაცა ფანტაზიორობა ჩართოთ ხო ხდები შეიძლება სუსტად ავაცდინოთ ეს როგორი შეიძლება იყოს ეს გმირი არ ვიცი ანუ ეხლა როლანდი რას აკეთებს იცი რასაც კულისებში ჩვენ ვაკეთებთ ხო პირველ რეპეტიციაზე რასაც ვაკეთებთ სამაგიდო რეპეტიციაზე რომ დავჯდები ხო არ რომელი მოერგება სიტუაცია შეიძლება სულაც არ იყოს ეგეთი შეიძლება იყოს მაგრამ რა მოხდა მაყურებელს ვანახოთ როგორ ხდება საინტერესო წინას არ მომწონს ხო არა კარგია ეხლა ვერსია პირველია ჯერ იმას ვიტყვი არასდროს არ ვითამაშია კახელი კაცი და ძალიან საინტერესოა ხარ გეძლევა თეატრში ყოველთვის სამი საშუალება რომ ესე ითამაშოთ კი ბატონო რადგან ესეთი შოუ და ფორმატია და ესეთი სერიალია რატომაც არა რო აკვირდები ხამ სერიალს აქ ძირითადად აღმოსავლეთის ხალხია მაინც მეც უფრო გათვლილი იმიტომ რომ თუნდაც რაღაცა კახური ამბები რომ მომიყოლია ხო დასავლეთის ხალხში ცოტა ყურში ხდებათ უჭრით ყურს ცოტა მძიმეა ჩვენი ნათქვამით ის არ ეგრე არ არის რა კი ბატონო ხო და გინჯიგინება უფრო ძნელი ასაქმელია ვიდრე იმერელი სწრაფად გაგიტარებს ერთგე იგებ როდის გაგინა არა და სულ გაგინა ხოთაშორის მე ისე ჩამოყალიბებულად ვიგინები ჯერ ჩემთვის კაც არ უთქვამს ვერ გავიგე კი ბატონო დაწვრილებით გინება აი ნაბიჯ რომ მიყვები ხო არ ვიცი ისა არის ეგეთ პროტოტიპები არიან რა ჩემ ცხოვრებაში რომელიც სულ მინდა რომ სადღაც გამოვიყენო რა მაგალითად არ შეიძლება რომ ეს გმირი მაგალითად ენას უჩლიქავდეს აი ხო შეიძლება რა იყო ეგეთი კარგი კაცი კახეთში და ყველა იცნობს ვარდო ერქვა ჯერ ერთი აკაც და ვახახელი ცხულკერაგას და დაბალი კაცი იყო რა ტანმორჩილი კაცი იყო მაგრამ ენას უკიდებდა და რაღაცა ესე ლაპარაკობდა ძირითადად დოყარდა შენი ყველაფერი მაგეთი გინდა რატომღაც ესეთი ხო შეიძლება ამ გმირს კონდეს რაღაცა იცი როგორი მომენტია აი აჩემებული სიტყვები მაგალითად მოფერების დროსაც და ლანძღვის დროსაც რო იყენებენ კუ რო და კუ დაუჭათ ხო შეიძლება ხო შეიძლება რო თრება და აჩემებული ერთ-იგივე ლექსს რო იძახიან ხოლმე აი მაგალითად აი რაღაცა არ ვიცი რა შეიძლება კაი ლექსი იყოს მაგალითად ეს ვარდო იყო ეს პერსონაჟი მინდა რომ რაღაცნაირად გამოვიდეს რა ენას უკიდებს და სვესე ლაპარაკობს და რაღაცა ესე თან ბრაზიანია თან ისეთია თან რაღაცა უყვარს თან ძლიერია მე პატარა იყო და მუშტი მაქვს როგორც როკი მარჩიანო თუ დაგარტყიო მე რომ მიყურე პატარა ვარო მუშტი მაქვს რომ პატარა რო იყო ის როკი ერთხელ გავაბრაზეს და იცო რა ქვია თქვენ ბიჭო კოკა არ გეგონოთ ყანდიაშვილი ვარდო ვარ ჩაშიაშვილი კოკა არ გეგონოთ ყანდიაშვილი ვარდო ვარ ეგეთი პერსონაჟია რა კიდე რა შეიძლება რომ ან მე ძნელია რომ ვცდილობ რომ კაცზე ბევრი ამბებია ზოგადად რა ბევრი ამბებია და რაღაცა ენას რო უკიდებდა შეიძლება ეს კაცი არ ვიცი კიდე აი მაგალითად ერთხელ აი ამ კაცის ამბები მახსენდება რა სულ მაგალითად ერთხელ მოვიდა ბიჭზე და იძახის რომ ღორის თავი ნახეო ღორის თავიო ბაზრის თავში კიდია აი იგეთი ლამაზია კარგი რა თქვენი მაგრამ როგორი ლამაზიაო როგორც ნატავაჩნაძე აი ძალიან პერსონაჟი მე შემიძლია რომ ბევრი ამბები მოვყვე ამასთან დაკავშირებით ხა ცოტა ძალიან უცნაური კაცი ყოფილი. ო, ერთი მერცაცაც მოვყვევი რა, ეხა ამ ტიპის შევეცდები რომ დაგანახოთ ეს პერსონაჟი. მოკლედ, ცოლი სათხოვნელად წავიდა გურიაში რა და ანუ მივიდნენ სტუდიციანი სუფრა გაშლილია და გოგო არ ჩანს, თო კაკაი კაცები კი არიან, მოხუცი ქალები დადიან სუფრასთან და ეს ვარდომ კაკრა ხელი რა გვერდზე. ვინც მიიყვანა რომ ქალი სად არის? ქალი სად არის? კი გითხარა.
ეხა იქაც ქალს აგვიანდება, თუ არ მოდის. და ის გოგო თურმე მან ხო ტუალეტები ქონიათ, ეს ეზოს ტუალეტები, აი მეორე გაღმა ფერძია სადღაც და ედა გადგა ჩუმად იქით და იქით ეძახის ბარდო! ბარდო! დამა ვინ ვარდო? რა ვარდო და გაირკვევა იმ ქალსაც ვარდო ქვია. ამა ხელი წაკრა მიმყვანს რა და ადე წავიდეთ აქედან. რატო იმან თქვა არა იმან ვარდო არა ისა მე ჩემი სახელი არ მეყოფო ვარდო ეხა მამა ჩემა როგორ გვეძახოს სახში ულაყი ვარდო და ფაშატი ვარდო ადე წავიდეთ აქედან არ თქვი მინდა აი კაი პერსონაჟია ერთი პერსონაჟი არის კიდე ეგეთ პერსონაჟი შენ არ მაიწყინო ახალია და მე შეთანაც გადმოვარ. მეორე რო თამაშობ, კაცო, რა უნდა მოიწყინო. შენ ხო თამაშობ, საერთოდ შორის ან განსხვავებული დედმამიშვილები არიან რა. ერთი ბევრს ლაპარაკობს, მეორე ნაკლებს შედარებით. მაგრამ იქ მწარია ეს ხათრიანია თორე. ისე გადაეკრა. არა, მე ხო როლიკო ვარ, კაცო და მე პერსონს სულ ყოველთვის ერევი ხოლმე იმას, გონიათ რომ მე ეგეთი ვარ. მე სინამდვილეში გონიათ რომ რაღაცას ან ხუმრობ, რაღაცას რო ხუმრობ, მე სულ ეგრე ვხუმრობ. არ ხუმრობ ეგრეს. ხო. უბრალოდ ეს არის რაღაცა ეგეთი ერთი ხარე კუთხის იმორი რომელიც მიყვარს, ზოგს არ უყვარს. იბა მაიტარამე მოგვიყევის თემა. მაიტარამე მოგვიყევის, თუ მაიტარამე რა უნდა მოგიყვე რა. ახალი გითხარი, ახალი, რა გითხრათ, ახალი ძახალი მე. რა უნდა უთხრა? რა უნდა უთხრა? ახალი, რა ახალი, რა. არ შემეშვიდა. არის რა, არ შემეშვი. აი, მეორე მეორე ვერსია ძალიან მიყვარს ეგეთი კაცი ერთხელ სადაც ერთ ანეკდოტებში არის ხოლმე ეგ პერსონაჟი რა ძიმე კახელები ვარიან და აი სურო იღრინები ხორცჭამია ხორცჭამია კაცები ოდადის და სურო აკეთებს რაღაცა ხორცი რაღაცას რო ქშინავს სურო იღრინება აი ყურები რო აქ ჩამჯდარი აი მოყებში მოუზის ყურები აი რაღაც ეგეთი კაცები ხო არიან ჩამჯდარი აი მაგალითად ერთი კაცი გამახსენდა რომ სკოლაში მოკლედ ჩხუბი მოგვივიდა ბავშვებს რა და ერთი ბავშვი გაილახა და წავიდა ეს ბავშვი და მამა მოიყვანა რა და მამა არის ეგ კაცი ზუსტად ეგ მოვიდა და ჩემ ძმაკაცს მეუბნე ვაიმე არ დამტოვო მამა სულია ხელი და მოყვება ნელა მოდის მამა და მოვიდა და ვინ იყვნენ და ზედმეც რა მოძრაობენ ეგ კაცები და მოდი აქავა ნელა თითებით რო აკეთებ მოდით აქავა სხვილი თითებით მოდი აქავა მივედი და რათა იცემეთო ამაზე კითხა რათა იცემეთო და ბავშვები ვარ და ჩემი მეგობარი მოხერხებული დაიწყო ეგრევე რომ იცი რაო შოთაძიაო მაგანო ჯერო იქ რო ვიდაგიდო ბურთი გადაგვიგდო ბურთიო მე რო სხვა გზა არ აქვს ჩვენ თქვენ მოიტანეო არ მოვიტანო რატო არ მოვიტანო წადი თქვენიო შეგვაგინაო რო შეგვაგინაო რა უნდა მექნა მე ვთხარი ბიჭო ნუ იგინებიო ხელი ვკარიო რა ხელი კარიო ზმოვიდა აი ხელი ვკრაო თვითონაც და მაგრამ მე რო სხვა გზა აღარ აქვს შეგვაგინა კიდეო და იმიტომ ავცემეთო და აი ესე იმას პაუზა რათა იცემეთო მე რო დავსვი კითხვა რათა იცემეთო ხო რომ აღარ აქვს და იმან ხელი მკრა რა წავი გავიქცეთ თორე ამას ვერაფერი ვერ კითხვას არ აძრავს ადგილიდან რო გეკითხებით რათა იცემეთო ის ახლიდან დაიდან ტყუილა ვილაპარაკე მაგიტოვსემეთ ვაი არა ხორცჭამია კაცი ერთხელ მოხვდი კიდე ეგეთი კაცებს ვამოღამებ ხოლმე და მევასეო სუფრასთან მოხვდი და გვერდზე კაცი მიდის დიდი კაცია ეგეთი აი სულ არ აინტერესებს ქორწილია მაჯები რო დაალაგა მაგიდას მაგიდა ვაფშე დაწნიხა ცოტა რა დააწვა მაგიდას ერთი კი აი სათვალე ქონდა ეგრე გაიხედა გამაიხედა არ აინტერესებს ეს ვინ არის და ხორცები მოძებნდა და ეგრე ხორცები და ჩაუჯდა და მოკლედ აი მე პატარა წვენი ჩამოსდის იქ გაისტორებს ერთი გვერდზე ვეჯექი და ერთი გამომხედა და დაასხიო თითქმის და яшნე ეგრევე დავიჭირე ეს მუღამი სულ ყველა ფეხზე მკიდია მარტო ამ კაცს უყურებ რომ ეს კაცია მაგარი და დაუსხი ეგრევე დაუსხი თავი დაიქნია ჭიქაში თითს აყოფდა ესე ყოფდა ჭიქაში და ესე უკრავდა კაროჩე ესე არ ტყავდა რა ჭიქის მიჭახუნების დროს არც უყურებდა რას აღეგზელო არა ესე ხო აი ესე ურტყავდა ჭიქა თან ექცევა ეს ღვინო ფეხზე კიდია და აი ესე პირდაპირ ისე ვაგძელებს ამ ჭამად და
უყურებდა ბიჭო დავესვარა თითები და უბედური სალფეტკები რო არის ხო ეს თითებზე რო გეწერა ეგიდო და აიღო მაგ ჩერდაჭირა ამას უყურებდა აგორგლავებს აი მხელა გახადა თითებში გახადა აი ამხელა და ეხლა ეს თითზე ეწერება და ვერ ისვრის რა ვერ ისვრის და ბოთლებს დადდევს და თავზე უსვავს რო გააცალოს ვერ აძრობს და ნუ კაი დავამოღავი მაგრამ ეცინება ჩემთვის მაგრამ ამას რას ვამჩნევ და მეორე ერთხელ ხომ იცხრა რომ დაასხიო და მეორე და მესამე აღარ მეონება მარტო თითით აჩვენებს ნუ ჩაყარეო და ხოდა ნუ მოკლედ თვითონ რომ კარგად გამოიფესკვა და გასკდა ჭამით და შვილი მოვიდა და რაღაცას ეუნება ფული მომეციოთ რაღაცას და მოკლედ ამ შენდენ უიღრინება რა პასუხია ამისი ღრენა ერთი გადაათვალიერა ეგრე და დაიძრა ადგარა ადგომა უნდა და დაიძრა და აი ეგ რომ მივიდა აი ამ ადგილზე აი ეს ჩლიქი აი ეს აი გვერდზე ხოჭი აი მას ჩამარჭო პირდაპირ აი ხო ჩამარჭო და მე მეთქი და რა ვამეთქი ამ ადგილზეა უკვე და კიდე ცოტა დაიძრა დაუნაცვლა და ეხა აი მას ჩამარჭო აი ხო ჩამარჭო და გასწორდა გასწორდა და წავიდა აი რა გადაახადა წავიდა ხარია კარგია ტიგა აი ეს მეყარდა და ბოდიშ თითინა ჩა აი ეს პატარა ტიგა კარგად გამოდი რაო კარგია ორივე გადასახადო შეიძლება განვითარება საერთო პერსონაჟი შეიძლება რომ ერთი მეორე და ერთმანეთს მოპარო და შეურიოთ ელკო სცენარისტების ამბავია ეხლა და მე კიდე თამაშია უნდა რა რასაც თამაში ქვია და გართობა სამერო ცალ-ცალ გაითამაშოს ასე შეიძლება ჩემო მედიკო ნანუ გენაცვალოს ჩემი თავი ეხა აქ რა ამბავია ხო ნახე რომ უკვე ნიკუშამ და რა დღეში ვარ თავში აღნიშნა რომ განსხვავებული ძმე და ძმა არის ეს ეხა ნანულას ქოქოლა და უბედურება და კოლას დაშუშვება და ნუ არ ვიცი ატარებს ქარცეცხლში და ახლა ეს კაციც რომ მივადა სახში ჩასახლდება მაგასთან იქ კოლა წარმომიდგანია უკვე რა დღეში მე მინდა შენ გვითხრა ორი სიტყვით სად მოღვაწეობ რა შვები ის რასაც აკეთებ რომ კარგად გაართვი თავი ძალიან კარგია და მიხარია რომ ჩვენ გულ შემოგვუეთ ის შემოსაყარეო კარგი გოგო ხარ წარმატებები შენ მე როგორც მახსოვს ადრეც გქონდა რაღაც შეხება ტელევიზიასთან ამ კახელი ქალის თამაშს გულისხმობ ნუ ანეკდოტებში კი მარო იყო ნანულაზე გადმოვიდა მარო მსახიობია გითხარი ორი სიტყვით შენ შესახებ ვარ მსახიობი მოღვაწეობ თეატრი ივერიონში აჰა უკვე 11 წელია ძალიან მიყვარს ჩემი თეატრი კი ბატონო ძალიან კარგი შენ ახლა ეს გმირთან დაკავშირებით მაინც ყოველთვის როგორ არის გინდა არ გინდა კინო გინდა კიდევ ადრე უფრო ისეთი სიხშირით იღებდნენ და მსახიობებს ეხმარებოდა ასე ვთქვათ პოპულარიზაციაში მაგრამ დღეს სერიალებით უფრო ბოლო რამდენიმე ათეული წელია სერიალებმა უფრო წარმოაჩინა ჩვენი თაობა ცოტა უკან უფრო შემოვიდა სიხშირით რა შეიცვალა შეცხოვრებაში არის გამოხმაურება აი ხა Facebook-ი ისეთი ის არის რას კითხულობ ხოლმე რა ხდება მოწონხარ კი როგორ ხალხს მე მგონი მოვწონდარ შეიძლება პერსონაჟი არ მოსწონთ მაგრამ მე მგონი მოვწონდარ ოღონდ შემთხვევაში მე მინდა რომ ასე იყოს პერსონაჟი ხა თავისთავად იქ რაღაცა ერთი გადაღება გვაქვს და მოვიდა და ძალიან დამწუხრებული სახით არის და რა იყო მეთქი რა მოხდა ხომ მშვიდობა გარდა აუიქო წერენ რომ მააშორეთ ეს ხანი აუ იცით რა ესეთ კაც მე მგონი ასეთი ცოლი უნდა ყავდეს ზუსტად და მე ზუსტად ვაგი გითხარი ჩემო საყვარელო რომ ეგ არის პერსონაჟზე თორე შეხედე როლანდ ეს გოგო მოსაშორებელია საიდან მე რაც ამობ რა ვინა თქვა მანახეთ ის ზუსტად არა მე ჩემი პერსონაჟი გოგო თვითონ რა თქმა უნდა რა თქმა კარგი პერსონაჟია ნამდვილად თან რანაირი ქალია იცი ბავშვობის ისტორიებს ჩხუბის ამბებს ყოფა ძირითადად მოცემა ვიღაცა და ვერ იყოს აღარ დაწერო ჩემთან ეკნებოდ საქმე მე ამინდა რომ სიო აი
ჩვენთან მუშაობა როგორ მოგწონს? ანუ ატმოსფერო როგორია? ძალიან კარგი, არაჩვეულებრივი. აი თავს ვგრძნობ როგორც საკუთარ სახლში. ეს უფრო ახლა აი ყველას ვისმევ დიდი ხანი. აი როგორი შეთაშორის მედიკო გურული ხარ ხო წარმომავლობა? წარმომავლობით კი, მაგრამ ისე შეხება არ მაქვს გურიასთან სამწუხაროდ. იქ სახლი ბაბუა რა? არა. არა. მამა ჩემი წამოვიდა ახალგაზრდა. შენ თბილისელი ყოფილი. ასე უნდა ეთქვა. იქ სახლი ბაბუა, სახლი არა, მარტო ბაბუა. მარტო ბაბუა. არიცის კაც მარტო ბაბუა. დარჩა. ბაბუა მარტო სახლი არა. აი რა ცუდი ადამიანია. ვინმე? ბაბუა რო დგას მარტო ქუჩაში იყურება რა. ბაბუა კი ვარ, მაგრამ რა ცუდი ადამიანია, ვიდრე ის სამეურნეო მექანიზმის სიახლენი პრობლემები. როგორი ესე იგი გამოდის რომ როლანდი უფრო ბევრჯერ არის გურიაში დამყოფი ვიდრე შენ. მე ერთხელ ვარ დამყოფი. ისიც შემთხვევით გასტროლი მქონდა ოზურგეთში და მან ხუთა ბაბუა. ჩადაღაჟილო. ქუჩაში გავარაგენ კენოტები მომხედები. მერე მოგეწონა გურია? ძალიან. ბაბუა განსაკუთრებით. ესე იგი, რა მინდა ვთქვა, ჩვენ მე ვთვლი რომ პრეცედენტი იმის გარდა რომ წარმატება მინდა გისურვოთ ორივეს ვიხსენებ და ვერაფრით ვერ გამიხსენებია ამ გადაცემაში ნიკა ბიჭებო რა ვიცი თუ მომეხმარებით გურჯაანელი კი ყოლია ჩვენ მეც ავყოფილა ხო კი მაგრამ ასეთი ის პრეცედენტი რომ შემოვიყვანო თელაველმა კაცმა გურჯაანელი ასე გულღიათ ვიცინო მის ხუმრობებზე მე მგონი რაღაცა მე და შენ ამ სერიალის მეშვეობით ჩემოვატანთ უნდა დიდი შერიგება გავაკეთოთ იმ ლაღი ხუმრობებისა რაც აქამდე მოიტანა ჩვენი უძვირფასესი თელავი და აუცილებელია აუ ნამდვილად აუცილებელია სხვათა შორის რა მინდა პატა იცი როლანდ სხვათა შორის ძალიან კარგად ღერის მე როგორც მახსოვს ხო მეც ვიცი ეს ახარებ ხოლმე რა ვიცი მეგობრებთან რა მეგობრებთან ანუ კიდევ ერთი დატვირთვა შეიძლება სიმღერაც წაიღინოს ხოლმე სერიალში ან ამ კი ბატონო კი ბატონო ვითომ ამ პერსონაჟმა გააკეთა ჯაზ ბენდი ყოლა რო უკრავს დანულა რო მღერს შეიძლება მოფიქრე ყველაფერი ყოლა სასულე დანულა დასარტყამ ინსტრუმენტებზე მაინც უფრო ის არის რა ქვია სასულე კარგი დიდი მადლობა სტუმრობისთვის და რა ვიცი ჩემი მხრიდან შერიგება რატომაც არა როცა შერიგება უნდა მოხდეს აბარა და მე შენი ხარ რადგან დამპატიჟე შენ გადაცემაში და ესე თელი ის მომიწყე რა ქვია აქ ახე როგორ მზივარ რა მეც ჩემი მხრიდან შემიძლია რომ მოგეფერო და ერთი პატარა ნაწყვეტი ჩვენი საყვარელ თელავს მიუძღნა სიმღერა არ შეიძლება მე გენაცვალე ამას გაჯობია აბა ვცადოთ კავკასიონი სადამო საუბარე მომენადარება წარსული შენი დარდებით სავსე მან უგეშებს და იმედით მავსე მომენადარება ვარდების ფეთქოლ მაჭრის დუღილო ამადენასია ვერც როგორ გავუძე შეგარგოს როგორ დედის რეძე ჩემოთელავო ბრავო ამოვა
მოკლედ ყოჩა როლა. აიხარე. დიდი მადლობა, კარგი იყო. კარგი იყო და თან 2025 წელი ასეთი იმ საუკუნის თუ რა ვიცი რამდენი საუკუნის დაპირისპირების შერიგებისკენ გადაიდგა პირველი თბილი ნაბიჯები თქვენ გენაცვალეთ მე ჩემი გურჯაანი თელავის მიმართულებით. ეგრე იყოს, ეგრე. ვაჟას ერთი პატარა ლექსიც რო დავამთავრო და თან ისევ ეგრე ამთავრებს იქ. მე სხვანაირად ვამბობ ხოლმე ბოლოში რომ ნახე როგორ ამბობს რომ მე ვეღარ ჩავალ თბილისსა, ვეღარ ვნახავ თვალითა. თვით ქართველთაგან შემოსრულს და სავსეს ბოღმა ბრალითა. მე ისევ ხევსურეთ წავალ ერთ გული ძმანი არიან, ანარა წავალ თელავსა, თელავი მიყვარს ძალიან. ეს მე მგონი მართლა შერიგებას აპირებს. მათო ამას პული შერიგება როგორ. ბრავო, დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ჩემო ძირფასო მეგობრებო და აც უკვე ახლო ნაცეებო. შინაურებო. ჩვენი სტუმრები იყვნენ დაძმა ოქროპირიძე ახალაძეების. მე და სტუდიაში ამის შემდეგ მე და როგორ ხომარილი ეგრე უნდა ვლოკოთ ერთმანეთს. ულოცავ ჩემ საქართველოს 2025 წელს ფეხბედნიერი ყოფილიყოს ჩემი მილოცვა, ბედნიერი ყოფილიყოს ჩემი ქვეყნისთვის. ულოცავ შობა ახალ წელს, ულოცავ ძველით ახალ წელს ყალანდობას. მინდა მიულოცო ქვეყანას და უსურვო ჩემ საქართველოს უბედნიერი წელი ქონოდეს ჩემ ქვეყანას. სიწყნარე მშვიდობა ყოფილიყოს, სიყვარული ყოფილიყოს ჩემ ქვეყანაში, ურთიერთგაგება ყოფილიყოს. მე მინდა ჩემ სამეგობროს, ჩემ საძმოს, პაატას, ნიკას მიულოცო ეს სეზონის გახსნა, რომელიც როგორც ვიცი პირველი გადაცემა, წლევანდელი პირველი გადაცემაა და ბედნიერი იყოს კლავაც ვიტყოდი ჩემი ფეხი ამ ჩემს მოფერებას, ჩემს სიყვარულს, ჩემი მეგობრების მიმართ. და კიდევ დავამატებ ერთ რაღაცს, რომ წელს მე ვარ ფეხბურთელი კაცი და მინდა ჩემ ქვეყანას რომ არ ყოფილა ესეთი რაღაცა სოფლიო ჩემპიონატი არ უთამაშე წელს მინდა ჩემი ქვეყნის ნაკრები, ჩემი საფეხბურთო ნაკრები 2025 წელს სეზონის ბოლომდე გამარჯვებით ჩაემთავრებიოს ეს ტურნირი და სოფლიოს ამერიკის ჩემპიონატში 2026 წლის სოფლიო ჩემპიონატზე მეხილოს ჩემი საქართველოს ნაკრები. სალეთ ვიჭებო რა, გამარჯობათ კი რა. აი, სალამი ხალხო, ვიჯო. აი, რამდენი დროცა უნდა გავიდეს, აი ეს სიმღერა არ გადადის მოდიდან არა. გინა ახალი წელი უძახე და გინა კიდე მირკი. ეგ არის რა. კარგი იყო. გილოცავთ ხალხო. გილოცავთ, უკვე შესაძლებელია რომ არავის არაფერი აღარ მიულოცოთ, გაიგე? დაიჯდეთ სახლში წყნარა და შავწვენოთ კარტოფილი შინაურუნა და ხავში რა, ან რობიო, შავკაბაზოთ გემრიათა, ქანებს უთოთ წყნარათა, ოჯახურათა ვისადინოთ და ახალი ტუფლები შევაწყოთ შკაფში. ეგა. მოკლედ თქვენ გემოზე გაიარეთ ტრუსიკითა სახლში რა, всё, დამთავრდა, ჩამთავრდა, წელსაც გადავჭდე. მართალია. კაცი რო სახლში შენ გემოზე ხარ სულ სხვანაირია ჩემო ძმა. კი ბატონო, ეს სტუმარი ყველაფერი კაია, მაგრამ სიწყრე სიმყუდროებს ხო გინ ადამიანს ვეიო. ამას უყურეთ ერთი ბიჭო, ამას უყურეთ. კარგი ხო, ეგრეა. ალბათ შენც როგორ გენატრება სახლში შენ გემოზე გავლა გამოვლა. აქაც შენ გემოზე ვარ ძმია მე. რაო სტუმარი მქვია მე კიდო. ვერ გევი მეორე წელია ხანა ვარ. შენ ვარგერიდება, შენ გეი არ გადროსი და პრობლემა კი არ არის. გეი ხალე ვიდი იდანდალე. დიდი მადლობა. უფლება რომ ამეცი, ეგრეა. მეც ისე შეგეჩვიე შენა, გაიგე ჩემო ჩიტოიშო, რომ წახვიდე ალბათა დეპრესიაში ჩავალდე. ეხლა იქ არ ვიცი რა არის, მაგრამ ხო ჩავარდები სადღაც, რავი რა, რაც არის, რაც აქვია ეგ არის. ხოდა მინდა დაგავშვიდო ჩემო ძმია. არ საწასვლას არ ვაპირებ. აგერ ვარ მე.
მაღაზია არის არ და შენ მივიწყო ახლა დავაყარო რეგიონალურები ხო შეგალასავი მიდი ბიჭო როგორც საკუთარ სახში იგრე მაიქეც მეთქი არ არის პრობლემა კაცო 4 წვილი ჩუშტი გაქვს უკვე გაცვეთილი აქა ლურჯები უკტავები აი კაცი ჯამია ჯუსტები 4 არა ძამია 3 ის ერთი თქვენბაძაღება დამიხია იმად ჯეკა ბოდიშ მაგას მე ნუ დამაბრალებ ახლა ძამია ჯეკას ღრაჭებში იყო იჩოსტები სლივს გამუართვი ნაგელეჯი პირიდან კაი დევიწყებ რეგიონალურ ამბების მიმოხილვა ძამია გადასარევი ამბავი მიდი ნიუ-იორკ ტაიმსმა დააკვირდი ვიშე დააკვირდი ნიუ-იორკ ტაიმსმა რაც ხა იმან კი არა რა ქვია ხარტაყურტა გაზეთა ნიუ-იორკ ტაიმსმა ქუთაისი 2025 წელს მოგზაურობის თვის ერთ-ერთ სასურველ ადგილად დაასახელა საგავარდა ჩვენი მასპინძლობის ამბავი ხედა აი დედაო შენა განსაკუთრებით მასპინძლობასა უწევ მასპინძლობასა ქუთაისსა რა აი შესასვლელში რო იდგა ხარ ხოლმე და სტუმრებს ბუშტებითა და დაშტრუხდები რა აი ძაა ქუთაისელი მინდა ახლედო უფიქრებელი ლაპარაკი მაცალე მე უფრო მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ აკანაცამია რაცა მე რო არ ყოფილიყავი ვინ გაგებიებდა ხალხს გადასარევ ამბავს ვინა და მე ანა მარო ანა კონა ანა თედო რა პრობლემა გაჯერე ვიძენ სირცხვილი მსოფლიო შენი ნიუ-იორკ ტაიმსმა უნდა შეგახსენო თუ აგი ქუთაისი როგორი ქალაქია შენს გეხება მარტო გეხება მაგ ამბავი ძამია მარტო სოფლის ცხოვრებას და ყიდაანის მაცრეს რო გითხულო ხანდახან ნიუ-იორკ ტაიმსაც გადაკარ თვალი ძამია რაშალე ინგლისური შენ არ გაჩლება და არაფერიზმო ბიჭო ეგეთი სასურველი ადგილი თუა ეგ ქუთაისი წადი მემრე ბიჭო ვინ გაკავე წადი ბიჭო ნიუ-იორკ ტაიმსმა თუ გაიგო შენ თავში რო არ შავარდა ეგა დედა ბიჭო ამას გააგებიებ ამას ვერ გააგებიებ შენ დეინა ხეიკიდა რა თქვა იმან რა ქვია მოგზაურობ ტურისტებისთვინო გეიგე მე რა ვერ გავიგე ახლა იცი ვასები გაცოლე აი შეუიშა გამოზაფხულდა ჩურკები გაუხდია ამ შემოწას დავზარდი ცხელა კაცო მიხო ეგ ნიუ-იორკ ტაიმსი რო ამდენ ხალხს ეპატიჟება არ უნდა იკითხოს რომ არის საშუალება სადაც ამენ ამდენ ხალხს ამ პურმარილი ეყოფა ან როგორ იქნება ახლა მე განაღა მივესალმე ამ ხალხს გამარჯობა დაჯი გადაღლილი დავჭდე კაცო კარტოფილი არ დავყარო ტაფაზე აი მე ხალხო არა აი როგორი სიტყვით შემოვარდა რა მომბრძანდი შენა დაჯექი მეთქი როგვიკარი წიხლი რეგიონალურ ამბებს ეგრე უნდა სადადიხა დაჯე ძალიან გადავღალეთ ხალხო ამ ახალ წლებზე ძველი ახალი შუა რავი ეგრე აბა ხო და არ მეცალა არ არის გამხდარი სირბილში ეგრეა არ ეცალა ბევრი სტუმარი კაცო დახვედრა ხო უნდა გამასპინძლება ხო უნდა არა სად მეცალე იმდენი საქმე არის ოჯახში და რა ვქნა კაცო ეხლა კარტოფილი მართლა არ დავყარო მაიხედე შენა აქეთა მაიხედე კარგათა იგე მოიხედე სადაც საზიხარი კიჭექი საქმე მივხედო და მერე დააყარ აუნა ახლა მწვადებსა 7 წუთში წვავდა კარტოფილია შეიფერყებია გადააყარე ხალხში ჩაეყარე აყლა თუ როგორ ქვია მაგაცა რა წარი მანამდე კიდინა ქუთაისი აქა კიდე ერთი ამბავი მაქვს ჩემო მარო შეგენაცვალე შენა აბა გამოტოვება არ იქნება ჩიტოვიჩ მაიხედე ქუთაისიო ერთ ოჩახ კაცსა მაღაზია გაუტეხნია. ეხლა უყურია კარაშია, ახლა უყურე გამითა რა თქმა უნდა და იქიდან არა წამაიღო. რაო? გადასაფხეკი მომგებილებილეთები რო არის, ეგ მომყარია მარტო. მომისვირე ოჩაღი რო იქნები კაცი ბაბარა. მომხერე ზამია. ყვილი იქნება მაგნიუს. ყვილი იქნება, გაიგეშინე. რასა, მოგაცო, ტყუის და წეტრენაკა. არა, რასა. ყვილი ატყოვიო გეუნები ზო, ქუთაისში კაც მეგბილეთები მოიპარაკი არა. მეიპარა. თეიგე. აჰა. აქ არის უკვე სიმართლის მარცვალი. მაშინ ეგრე იქნება, ეგრე იქნება. დრაქნაო, ბიჭო, მე მაიგო ნეტა რამე მაინც იმუბედურმა. ვერ მეიგო, მაგრამ მეიგო. როგორ ლაპარაკობ შენ რაღაცა ვერ გავიგე. ესე იგი, რო გადაფხიგა თურმე ერთზე ეწერა 4-დან 6-მდე თავისუფლების აღკვეთაიო და
მეორეზე პირობითი და ან ადმინისტრაციული სასჯელი. დანარჩენებზე რაღა ეწერან eta. დანარჩენებს გადაფრინყა ვეღარ მოასწრო მაგანა. მან და მოგებას ხო მომენტალურად გინაზღაურები, ხო და წააყუდეს ეგრევე პირდაპირ. მიდი მარო შენა ახლა გლიჯე შემდეგი თემა. მიდი. იგე როგორი ამბავი უნდა გითხრათ ახლა. ჩრდილოეთ კორეაშიო განქორწინებულ წყვილსაო 6 თვით იძულებითი სამუშაოები მიეშჩედაო. თავი დროზე სამ პროფილიდან შემიყვარდა აქედან. დედამოუა! კიდე კაი, ჩვენი გეგე სულხანიშვილი რო არ არის, გაიგე და კახელია თორე. ეგრო კორეელი იყო, სამუდამო ეკნებოდა შიქშუბში მაგასა და გასამოსასწორებელ კოლონიაში შააგდებდნენ მაგას. დაიცაგათ, ესე იგი რა გამოდის, რომ ცოლი თუ იმიტომ გაშორდა კაცსა, რომ ის უსაქმური იყო და არ ამუშაობდა. გაშორების მერე ერთსაც მუშაობა ეკუთვნის და მეორესაც ახლა ეგ რანაირად არის? აი, მასე გამოდის შემოდაია. ამიტომ მანამდე იმუშაოს ორივემ ჯობია. ისე გამოსწორებით გზაზეა ჩრდილოეთ კორეა და მაგერის უფროსი, რა ქვია, ეკიპჩება რაც ქვია მაგას. ეუნები გაშორების გამო რო არ ხრიტავენ, არ გიყვი. შენ ცოტა წესიათ იყავი, მაგათა ყველგან აგენტები ხავ და თუ დაგავლეს ღერი, კიმჩელალა მემრე ეძახე იმას. რო დაგასაჭურისებს, მემრე იჯექი, გინაკა, გინაკუტაი. ბავიდა ვერცი თვითონაც. გაკვირვებასავა არ პირდაპირ. აი გაკვირვებასა რა. აი ხლა ნახე რა წერია აქა. ფოტო ხაფანგმაო, ამაზონი ჯუნგლებშიო, დააფიქსირაო. ველური ტომი ხალხო გეჩენა ეხლა 21-ში ვიჯო საუკუნეში რომელსაც თანამედროვე საზოგადოება იტანო ცივილიზაციასთან კონტაქტი არასდროს არ დაუმყარებია ეგ სურათიდან ვერ დარბიან ტატლაყინა ხალები და კაცები ჰა კიდე გაიგე ფოტოგრაფია არ დაინახე თავი ფოტოგრაფია და ფოტოგრაფია და ეგრე დაიცა კაცო ცივილიზაციასთანო კონტაქტი თუ არ აქვს ესე იგი რა არის ბიჭო პაატასა ნიკას შოუს არ უყურებდე ხოლმე ეგენი ოიმე რა უბედური ხალხი ყოფილა ბიჭო რა უბედური და საწყლები არ თქვა ჩემოდაი არ თქვა ცაცესა რა პაატა და ნიკა შოუს რა ის შოუს უყურებენ მაგერი ინსტაგრამი და ფეისბუქის არ ეკნება მაგის თუ არა ფრენდებში რა არ უყოლებოდა მაგ რომელები მე თუ რა დავაშავე გადაღლილია იმას ბევრი აქვს მოსული ბიჭო ფოტო რო გადაუღოს ვიდეო ვერანეტა აჰა ნეტა როგორ ლაპარაკობენ ჰა რაინაზე ილაპარაკებენ ეხლა ეგენი ყოფილა ვიდეო ჯამია არ გავაზრდა თურმე რატო ისე გითხე შეხედი აგენ საჩვენოდ გეუნები ახლა ლაპარაკო დაფიქრე და ბოროტი ხმები ამავე ქართულად ლაპარაკობენ აი რას ამბობ კაცო რას ამბობენ რაიო და ერთი იძახდა თურმეო გადავსულიყავით მექსიკით ამაზონის ჯუნგლებში რა ჭირდა საგვიგვინდოდაო ამგერის აპირისტი და რობოტირებეო ამგერისა ეჭირი გავიგე და მეორე სიტყვა რა თქვი რა ჭირი სნაკვი რა ჭირი და სნაკვი ეგენა იქნება მაგათი ეგენა იქნება მაგათი ხო მეც არ ვიფიქრე აი ისა შუბი რო ეჭირა საიდან მეცნობა ცოტა ხო გავდა გოგიას აბას შენ ამ ახალწლებში არ მინახა და გადასვლას ხო არ აპირებდი იქა მე მგონი არ ჩადეცა გარმონი ხოდა დაწვრილებული ვითომ შუბია ხო იქ მიაგდე შენი გოგია მიდი მიცხე გოგო მიდი გადავიდეთ თორე გაიგეს ხალხს გაუბაზდა და ვეღარ გადაიპარებია სოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანის სტატუსს 116 წლის ბრაზილიელი ქალბატონი მიიღებს იმიტომ რომ 17 წლის პირველ ადგილოსანი გარდაიცვალაო მე ნეტა რა მოვიდა იმ საწყალს რამდენი წლის არისო დიდი 17 სოფლიოში პირველი გარდაიცვალა ოღონდ კაცო ისა მადიმა დიმა ეგაცა ხაი იმიტომ აქ არ აკეთებენ მაგ გამოკითხვას არ უნდათ რომ ქართველები წინა ადგილებში გაიგეჩენა აბარა ნუ ეხლა ასე რომ ამოკეცილი აქ მაგრამ კარგა გამოიყურება მიეცი კიდე ეხლა ამას 50 წელს მისცემ ვერ ვიო
აი მე სამაგრებს ეს საერთოდ. იმიტომ გითხარი, ხო მოგიტანე პატარა დოლი, ჰა? ხო, დავიწყე. ეგ ეწყო მაგაბუგი. აი, საწალი, ესე იგი რით მოკუდაო ეგა ხო? რით მოკუდაო. მოკუდა. ის 17 და რითი მოკუდაო, რითი არ ეწერა რა, რითი მოკუდაო. გომბორზე ჩაუცხრიათ დივაში. რითი უნდა მოკდარიყო 17 წლის კაცია რა გამაგებინეთ თქვენა. ისა, გასო ვის ჩაუცხრილია რეებს ამბობ, გასო. ჰედრიონელებსა ვის ჩაუცხრილია და იმასა კიდე. დავითით მოკდა, 17-მდე მიღწევა კიდე. მოდი ადექი რა შენა და დააყარე კარტოფილი იტაფაძე რა. ხო ხედავ გადაიღალე უკვე ჰა? წავალ, მათალ. ვიდეო, ჩვენა კიდევა. იგე. ჯურა მოდენა ადგილი მიაჩა კიდე. ჩვენა კიდეო, ესე იგი, აი ხო დაждდება, სხვადასხვა ტელევიზიაში მითმედა შენა. აბა და რამერით ხელი ვახსოვს, რო კედელარებში გადიოდა. რასა, კარტოფილი მეო ცოტა არ მინდაო, გაიგე ცოტა მინდა, ბევრი არაო, გაიგე და ნახევარი ტომარა აქ თავისთვის შამწვარი. აი ტაფა. და მოუარო დააყრის. როაკლიო მარტო ახლა ორი კაცია მორტო. აი წაუყურე ახლა ჩიტოვიც ახალი თემა განვიხილოთ ესა ბოლომდე რა. რა სიტყვში? რა გინდა რო თქვა ზამია. რაც ახლა მაგაზე 17 წლის გაცეულა როგორ თუ ხალია თუ კაცი ის ვერ გევიგე, მაგრამ მაგას ვერც პრინციპში ერთ ვერ ვიგეიგე. ანუ 17-ისა თუ ხარი, რაღაცა შენობა ხალია თუ კაცია თუ ჩემი ძმა ხარ, ეთი მიდი კაცი. რაც მაგას პენსი ექნება აღებული. იმდენი წლის არის ხო? იმის ნახევარი მამცაზია დედა. მაგრამ 116 წელი რაფერ უნდა იცოს ხო ადამიანი? მაგი ვერ გევიგე ვერანაირად. ია. ეტყობა ხშირადაც მინდა. სიცოცხლე უნებოდნენ თორე რა, სურათზე როგორ მოხლად გამოიყურება ეგ შობელდაღი რა. ეტა დაბადებით გადაიხადა მაგანა. მაგას რა ვაგამოვაბარებდა ზამია კაჩე. არ გადაუხდია. ხმაური იქნებაო თან ვიქნები ხელ გაბრიელ ზედმეტა არ შევახსენებ თავსავ. ისენ ეტა ბრაზილიაში ციციან დიდი სუპრები გაშლა. როგორ საინტერესოა ეთი მარტო ჩვენ ავართ ეგრე რომ სულ ქეიფობ და უგრიალებთ აი ბრაზილიაში. ვერ გეტყვია გაზამე პურვარილიანი ხალხი რამდენადა მაგი არის. აი ნეიმარს მე არ დაუპატიჟები ვარ სუპრაზე არასოდესა და ეგენი კიდე პელეს შესანდობარს არ ამბობენ აი მოგიცამენია სადმე. არც ის გამიგია აი ხსონა იყო ჩვენი პელესიო. მაგი ძვლები შევატოკოთო არა, ვერა, მარილი, ვერა. არცია, არგენტინელები მით პურმარილიანი ხალხი არა. სად მესი რო გაშლის ბიჭო, თრაბეთ კაცი. აი, ჩვენარი ხალხი მაინც ცოტა ხალხო, აი ცოტა. ცოტა კი არა, სულ არ არის მე თუ მკითხავ, კაცო. ჩვენ რო ტრადიციები გვაქვს და ჩვენ რო სტუმა ვასიზლობა ვიცით, ეგეთი ვინ იცის ჩიტოვიჩი. გაჩერდი ზამია, არ თქვა აღარ გააგზელო რა ბარაკი. ვის შეგვედრა ბიჭო ჩვენ? თან რა ორ-ორი ვიცით ყველაფერი დღესასწაული, სასმისი, ზოგჯერ ოჯახი. ძნელია ქართველობა, ძნელი. ხო ეგრეა ბიჭებო, რა სიტყვი თქვენა, ჰა? და თუ ეგრეა, ერთი ითქენეული სიმღერა რომ მოიწყოთ აი ამ თემაზე და ჩვენი სიტყვებით არ ვიმღეროთ, ხო შეიძლება? გავარჯილება. და მაიტა ერთი სამეცხედ და ერთი აი როგორი რთულია და ძნელია ქართველობა, იმას ახსნით თქვენი ჰიმნითა. მოიცა მათ ჰიმნი რომ. დასკვი არ ვიცი. ეხლა გაიგებ შენ. აბა ჰეი! ყველა ტრადიციას აქვს თავის შოქროს წესია, ზედმიწევნით ვიცოდეთ, ჩვენთვის უკეთესია. აქ სამი ჭიქის მერე ყველა კაცი ბრძენია, ამიტომაც ამბობენ ქართველობა ძნელია, 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 ქართველობა ძნელია, 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 ქართველობა ძნელია. პირველში და 14-ში სულ ახალი წელია, ორი კვირა ვქეიფობ, ქართველობა
ქართლობა ძნელია მე არ ვიცი ღვიძლისგან ასე რაღაც დარჩება ახალ წელს თუ გადარჩა ძველში ვერ გადარჩება დარჩება ძველში ვერ გადარჩება ძნელია ქართლობა ძნელია მასპინძლობა თუ გიყვარს და გაქვს ეს პრეტენზია სტუმარზე მეც ნუ დალევ შენთვის უკეთესია სახში ხოხვით ნუ მიხვალ ესეც მოსათმენია მუდამ უნდა გახსოვდეს წელს რომ გველის წელია წელს რომ გველის წელია ძნელია ქართლობა ძნელია არყის ფერია პახმელის მტერია როცა სამი კიტანოში მეგობრები გელია წრევას როცა ბიზომა 220 წერია ასე არის რასიზმ ქართველობა ძნელია ქართველობა ძნელია ქართველობა ძნელია და ჩემო მეგობრებო, ბიჭებო და ჩემო ძვირფასო სტუმრებო, ახლა გეტყვით თუ ვინ იქნება ჩვენი განაცემის შემდეგი სტუმრები. სტუდიაში მინდა მოვიწვიო არაჩვეულებრივი ჯგუფი იბერია და გეგე სულხანიშვილი. ადასარევი. ახლა ცოტა მაყურებელი კი დაიბნევდა. მაყურებელი რა ჩვენც. კი გეგე ხوار გადავიდა იბერიაშიო. და მოდი თქვენ თვითონ რო ახსნათ რა ხდება. აი ხო, კი აი რამათ და ხდება და კოლაბორაცია გავაკეთეთ ბატონ გეგესთან ერთად და ერთ პროექტში ავიყვანეთ ჯგუფში. მე არ მეგონა შენ თუ კოლაბორატოპაცი შეგეძო. მე ეგ სიტყვა არ ვიცოდი, თორე არ მივიდოდი. აი არ მეგონა თელაველი თუ აი მას იკადრებდი შენ. მაგრამ აი ხომ ესე მოხდა, მე გამიკვირდა რომ შემეხმიანენ სახელმწიფოები და გავიგე ხლა რა და მე რომ მიველი და ნახე ამათ მუშაობის პროცესი, სიმღერა რაღაცა ისეთი ნასიამოვნები რაღაცა აი მე მგონი გავახალგაზრდავდი აი ამათან შეგენაცვალე ოქრო მე გენაცვალე უფრო ეგრე გამოდის გეგე ბატონო იმიტომ რომ ბიჭები დაბერებულები არ არიან შევხედე და ესე იგი თესაბამისად მეორე ვერსია რომ მართალია პირველი რა თემაზე აქვს საუბარი რო ვიცოდეთ ზოგადად იცი რა კახური თემა არის შერჩეული გეგე რო არის ახლა მივხვდით რომ წალკაზე არ იქნება თავისთავად ხო და ახლა კახური თემა სიყვარულზეა ერთი კაცის სიყვარულის ისტორია და სხვა ვინ იქნებოდა ახლა გეგეს გარდა ვინც ამ ისტორიას თავიდან მოყვებოდა რა და ჩვენც გეგესთან დავაკავშირეთ ეს სიმღერა და შემდეგ ესე შენ მეგრელი ხო ხარ მე მეგრელი ვარ მაგრამ კახელი ცოლი მყავს თელაველი ხო შეგენაცვალე გასაგები მოუჭე გასაგებია მაგრამ მაინც მეგრელი თუ მოიფიქრებ და კახელებზე ჩავწეთ სიმღერას და პატას და ნიკა შოუში უეჭველად მექნება პრემიერა რა გინდა ხომ მეგრული გათვლილია სოლი გათვლა გააკეთა შენ სოლი გათვლა მაშინ გააკეთე თელაველი ცოლი რო მოიყო აბა აი ბატონო ისე გეგეს სიყვარულის ისტორიებზე რო აწყოთ სიმღერები თქვენ ორი ალბომი მაინც ორი ალბომი ამის მერე შეგვიძლია ეგ მიმდინარეობა გავაკეთოთ ბიჭებო ახალი ალბომისთვის ისე საინტერესოდ განვითარდა ბიჭებო თქვენი შემოქმედება
მინდა გითხრათ, კოხტა გოგოდან დაიწყეთ და მოხუც გეგეზე ამთავრეთ. საინტერესოა ეს ვიდეო რგოლი, რომელიც გადაიღეთ, რომელსაც დღეს საპრემიერო ვერსიას ჩვენს მაყურებელს შევთავაზებ ჩვენი გადაცემის საშუალებით და ისე ეხლა მითხარით მანამდე ახალი წელი როგორ ჩაიარა ამ კეიფებმა რაღაცა ერთი მეორე რა ხდება თქვენ გარშემო კიდე რა გაკეთდა? ანუ კეიფები თუ კონცერტებიც და რამე და კონცერტებიც იყო, კეიფებიც იყო. აბახუსებებიც იყო და ასე შემდეგ. სად გქონდათ კონცერტები? 31-ში ქონდა ბორჯომში საახალწლო კონცერტი. ხო და იქნებოდა უამრავი. კი, ძალიან ბევრი ხალხი იყო და სხვათა შორის უცებ ისტორია მინდა ბორჯომის კონცერტზე მოყვერა. აბაბაბა ისტორია ჩვენთან. ესეთი რაღაცა მომივიდა, ბავშვებთან ერთად, ოჯახთან ერთად წავედი ბორჯომში, მე და გიგა წამოვედით ოჯახთან ერთად და მეუღლე მითხრა, აი სანამ რაღაც რესტორანში წავალთ, რაღაც იქნებ ხაჭაპური გეპოვა სადმე რომ ბავშვებმა ჭამონო რა კონცერტამდე და მეც ახლა გავიარე ამ ბორჯომში დავიწყე სიარული და მივადე კი რაღაც ერთ მშვენიერ ადგილს, მშვენიერი სახლია. რაღაც წინ დიდი ბოთლები კიდია და ჩემს გონებაში გადავხარშე რომ აქ ახლა ლუდის ჩამოსასხმელი ბოთლებია ეს ყველაფერი და ფანჯარას შევიხედე დიდი ნაძვის ხე ბატონო გეგე მორთული სახლი სასწაულად აი ზღაპრულად მორთული ერთი ქალბატონი მაგიდასთან ზის მეორე ქალბატონი თავზე ფურცლით ადგაზა უკვე გადავხარშე რომ მენიუს არჩევენ სავარაუდოდ იქით შევიხედე და დიდი ზღაპრული მაგიდაა გაშლილი და მე თამამად ავდექი და შევედი პირდაპირ გავიხადე ჩემი ქურთუკი ჩამოვკიდე და დავჯექი სკამზე. ხო. ეს ორი ქალი მართლა მაშინ ნახე პირველ პირდაღებული ადამიანი მართლა პირდაღებული უყურებდა. ხო, რა გნებავსო მეუბნებიან და აი ხაჭაპური რო გამომიცხოთ და წასაღებად რო გამიმზადოთ თუ შეიძლება თქვენი ჭირიმეთ და რა ხაჭაპური ის ხაჭაპური ისე გაჭმევ თუ გინდა ხაჭაპური სახში შემოხვედი შედალოცვილო მობილოცება ის. დამდეგი მაინც პირდაპირ სახში შევაჭერი მე მეგონა გაცა რა დაწესებული კაფე იყო რაღაცა ისე. ამათ გურჯანზე აქვს ერთი ისტორია გეგე კონცერტთან დაკავშირებული. ეს მახომ უნდა მოყვეს ეგ ისტორია. გურჯანის ისტორია. ხო, ბათუმში რო წავედით ხო გახსოვს ეგ ამბავი. ეხლა გურჯანში მივდივართ ეხლა. სანამ მოყვებით უკვე სიამოვნებს არ უკვე. არა, ეხლა უყურე როგორი ისტორია. გურჯანში მივდივართ თქო ჩერეს თელავით და რატო ეხლა რა? თელავში გავლით მეგობრებო. თელავის გავლით იმით. თელავში მოვითელეთ კაცო. თელავი ჩერეზარი? ბექამ როგორც აღნიშნა ანუ მეუღლე. იო, კითხვის ნიშანი გასვლა არ გასვლაზე. მოკლედ მივდივართ ეხლა გურჯანში წინა საღამოს წავედით რომ მეორე დღეს გვაქვს კონცერტი და უნდა დილიდანვე მოვემზადოთ და ბექამ ჩავიდე თუ ჯერ თელავშიო, ჩემი ცოლეურობა გვეპატიჟებაო რომ რაღაცა გავიაროთო, პური ვჭამოთო და ისე მოხდა რომ ჩავედით ჯერ თელავში. მაგრამ ეს პურის ჭამა როგორც გადაიზრდება ხოლმე, გადაიზარდა იმაში რომ კარელობაში წავიდა. კარგი კეიფი, კარგი დალევა, ყველაფერი წავიდა და ფხიზელი ადამიანი არც ერთი არ დარჩა. მანქანის და მე მოიფიქრეს გეგე დასვეს სრულზე და ზაში მოიფიქრეს იქნებ კლიპიც გადავიდა. ძალიან კარგი ისტორია. ასეთი ისტორია იყო ჩვენი კლიპი, ხო და? ნუ მოკლედ სუფრის მერე ბექამ რა ვქნათ ეხა მძღოლი გვინდა. და იქ მე სამეზობლოში გაიკითხა ერთი ძალიან კაი გემრიელი ბიჭი იპოვა რომელიც მძღოლობას გაგვიწევდა ეხლა თელაველი კაცი რომელიც და გურჯანში წავეყვანეთ თელავში ავედით ეხლა მივდივარ და ამ ბიჭმა მე რა თქმა უნდა გვიცნო ეხლა მიყვარს თქვენი სიმღერები კომპლიმენტები აქეთ იქით და რაღაც მუსიკების ქონდა იქ მანქანაში ჩაგვირთო გვასმეინებს და მოკლედ კაი უკვე მთელი გზა გავიარეთ რომ ეს კოხტა გოგოც ქონდა რა ჩვენი მუსიკა ჩართო გვასმეინებს ჩვენც ნაბახუსევი ესე კარგად ვართ ღერი ვართ მთელ ამბავში ვარ და ზაფხული არ ხო ეხლა რაღაც მომენტი დამწყდა მანქანაში რაღაცა ხელა ძალიან სიცხია კონდიციონერიც არაა ჩართული არაფერი რა ხდება შევხედე რომ ეს შუშები არის აწეული მანქანის ხო ფანჯრები აწეულია და მეთქი რასაკეთებ კაცო ჩაუწე დავიხვითქეთ ხალხი აღარ შეგვიძლია და მაიტა ეხლა გურჯანელებს მოვასმენინებ ამ კაის სპეციალურად აუწია დავწყდით სიცილით ოქროები არა მაგარი ჩვენ ხა პირველი სტუმარად ყავდა როვანდო ქროპირიძე გურჯანელი წარმომავლობით და აი ეს ამბები უნდა გავაქარწყლოთ და დიდი შერიგებისკენ მივდივართ და იმედია რომ შემდეგ ნამთვრალებს ჩამოწეული შუშებით გაირბეთ. კი, აი მაშინ მივხვდით რომ აი ძალიან ისეთი თითქოს ეს პაექრობა, მაგრამ იუმორისტულში რომ გადაიზარდა, ანუ ძალიან სასიამოვნო იყო და ძალიან ვიხალისეთ, ძალიან ვიცინეთ ბიჭებმა და კარგია, ნამდვილად. ბორანოს ამბავი?
აი ბორანოსობას მე მოვიყვებით. ნუ მოკლედ ერთ საახალწლო კონცერტები იყო რა ხსენებაში და ერთ-ერთი დღე არის აღარ მოსულს. რაინდისთან ვიყავით? რაინდისთან ხო. ქედაში ჩვენ რაინდისთან. ქედაში. ხო, ზემო აჭარაში ესე რო თქვა და დილით ჩავედით რა გამთენიისას 5 საათზე რა და სანამ ამას დავამთავრებ და გავაგრძელებ, მინდა იქამდე რო თქვა, რომ ჯგუფში ხა 7 ადამიანი ვარ და ყველა სხვადასხვანაირი რაღაც ხასიათები გაგვაჩნია ყველას და ერთ-ერთი წევრი ყავს, იცი როგორი ადამიანი, აი მაგალითად რო თქვა, რომ დღეს რაღაცა მოკალი რაღაცა 20 კილოიანი ტახი რა სანდროთ ვიყავი ის იმან მოგოჭრილი თქოს ეგ რა არის კაცო მე ვიყავი და 100 კილოიანი ტახი მოკალი და აი ეგეთი ტიპი ყველაფერში ჯობია ყველაფერში ჯობია 10 კილოთი მაინც გაჯობია პარაშუტოდ გადმო ან მე გავაკეთებ ამას 10 წუთში ეს წუთში მზათა მაქვს უკვე მე და ეგეთი ტიპია რა ხა ირაკლი მოწაფეა ჩვენი ჯიგარი ჩვენი ნიჭიერი ბიჭი და ჩავედით ერთ გამთენისას დილის 5 დაღლილები რაღაც და ეხლა რომ ტრადიციულად იქ არ დაგვაძინეს გაგვიშალეს სუფრა რაღაც დავჯექით რაღაც უნდა დავიწყოთ კი არ დაგაძინეს არ დააძინეთ თქვენის ხო რა აკეთი არ დაგვაძინეს მე ჩვენ არ დავაძინეთ ასე მასპინძელი ძახის რომ მოიწერეს რომ ჯერ არ დავიშალოთ ეხლა ცხელი ბორანი უნდა მოვიდეს და ეს მოწაფეა უცებ ვიცი კაცო ჯარვა რომ მაგაზე კუბიანია ექსასკუბიანზე ვიჭექიო ექსასკუბიანზე ჯარვა ვიცი კაცო მაგაზე ჯარვა ურანში შეეშალა რა ხაულის ურანში ხო უნდა ეთქვა ეგ ვიციო კაცო მე ჯარვა ექსასკუბიანზე ჯარვა ეს რამდენიანი გეგე შენს კი რა ხდება ჩემო უფროსო ძვაკაცო ხო ამათ განსხვავებით ამათ კონცერტები ქონდა და კეიფი მე მარტო კეიფი მქონდა კონცერტი. ნუ როგორც ყოველ. ნუ პრინციპში როგორც ცხოვრობ, სულ ახალი წელია მთელი ჩემი ცხოვრება. მაგრამ სიმართლე რომ გითხრა, არიან ხალხი გამიგონია, რომ არ მიყვარს ახალი წელი. მე ძალიან მიყვარს. აი რატო არ უნდა მიყვარდეს ეგ ვერ ავიგე. ხო, აი ძალიან მიუხედავად იმისა, რომ ერთ წელი გემატება, ხო სწორია, აგიხარია რა. მაგრამ მაგას არ უყურებ რაღაცა იმედიანი თუ ხარ სულ კი ბატონო ამდენი წელია სულ არა უშავს თუ ეხლა და აი მომავალზე ხო და ამიტომ ესე უნდა იცხოვროს სულ ყველა და ძალიან გაგიადვილებ ხო და თან იმედი რომ რაღაცა კარგი იქნება თორე ხა სუდი არ ვიცი ხა ის ნუ მოკლედ ჯერჯერობით გრძელდება ჯერ წინარია 19-ში გვაქვს კიდე თათმირი კი არა ხო მე კი არა ნუ ჯერ დამთავრებულა ახალი ხო არაფერი გაიგე ხო არ გადაგხდა რამე ახალი ან რამე ხო არ გაიგე რა ვიცი შეიძლება გადამხდა კიდეც მაგრამ არ მახსოვს ახლა სიმართლე ესეთი გულწრფელი თვალები ჩემ ცხოვრებაში არ მინახავს. შეიძლება გადავხდა კიდე და არ მაქვს. იქნება და კი. ეს ახალწლამდე გადაიღეთ გეკი ეს კლიპი? ხო, ახალწლამდე. ხო, ახალწლის ესა, ხო. ეს არის კაცი, რომელიც შეყვარებულია, რომ ჩაუღრმავდეთ მაგას. კი, კაცი, რომელიც შეყვარებული. შეყვარებულმა რაღაცა გაახსენა, ხო რა? გაახსენა. და შემდეგ სიმღერით უკვე ძალიან საინტერესო არის. თუ გინდა რამის მოყოლა დიდი შემოვნებით თუ არა და ისევ და ისევ ბიჭებს წარმატება ეს წელი ყოფილიყოს. მადლობა. მანამდე რა მინდა იცი რა უთხრა? ეს კახელზე როა კაი, მაგრამ იმერელზეც უნდა გააკეთონ ერთი რა. იმერელზე სხვათა შორის რას გეტყოდა სხვა ასე. ხო, სხვათა შორის იმერელზე ყავდა კობა ბარათელი იყო თავიდან მოხსენიებული ამ შეგენაცვალე. მოხსენიებული უკვე მომეწო. ხო და შემდეგში აუცილებლად გავაკეთებთ სიმღერას ხაჭაპურზე და შეასრულოს არ გამოგივარ. ბატონო, რაღაცა სიუჟეტი ან საავადმყოფო ან აფთიაქი. აი კი ბატონო, მაშინ აი რაღაცა ის. ხო, იმიტომ რომ ძალიან უბრალოდ ჩემი კითხვის მიზეზი ძირითადად ეგ იყო, იმიტომ რომ ორჯერ იყო დაბურეთი ასული, ჩაინეკა თავს იხჩობდა და უშველოთ რა. შეგენაცვალე რა არ დამღუპოთ რაღაცა კლიპში. ხაჭაპურზე იქნება შემდეგ სიმღერა აუცილებლად. მოკლედ საინტერესო ალბათ მაყურებელი ცელოდება. გეგე რამის თქმა თუ გინდა მე არა მე ვნახე ნახე მან ხო არ მეგონა ისეთი კარგია რაღაცა და ძალიან ვისიამოვნე და
ბევრი წარმატებებია ამ ანუ გეგე იხსენებს როგორც ხდებია და გეგე იხსენებს როგორც ხდები და ჩვენ მე ქალბატონი არ ჩანს ვის იხსენებს ქალბატონი არ ჩანს ვის იხსენებს იმიტომ რომ რამდენი იყო რომელი რამზე ვერ დაეტეოდნენ და როდი არო ეს წარმოდგენაში აქცავა მე ერთი ამბავი არაჩემზე ხო მოკლედ ბიჭებო დიდი მადლობა მობრძანებისთვის 2025 წელი იყოს კიდევ ერთხელ წარმატების სიკეთის ბედნიერების ბევრი ასე ვთქვათ კონცერტების ახალი სიმღერების ჩემო გეგე მირას მისურვებ აი მე მინდა შენ გისურვო ჯანმრთელობა პირველ რიგში და ჩემ გვერდით იყავი დიდხანს იმიტომ რომ შენ როგორც ეხლა თქვი ახალი წელი მოვა იმედი შენ ხარ ჩემი იმედი და მიყვარხარ ძალიან გაუმაგრებ და დაუტოვოთ ჩვენ მაყურებელს მაშინ ეს კლიპი პრემიერა მოდი ჩვენ თამამად შეიძლება თქვა თან დავემშვიდობოთ და თამამად შეიძლება ითქვას რომ ჩვენს ეთერში დღეს იბერია გამწყინდება ბიჭებო წლევანდელი სეზონისთვის დიდი მადლობა რომ ასე ჯანსაღად მოვბრძანდით დიდი მადლობა ყველა სტუმარს დღეისთვის სულ ეს იყო გიტოვებთ სიმღერის პრემიერას ჩვენ მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით მანამდე კი არ დაგავიწყდეთ პარასკევი შაბათი კვირა მიხო და მარო რუსთავი 2-ის ეთერში კარგად გზავნებო ვაიმე ხალხო რა გამახსენდა მაგის გახსენება მინდოდა რა ვქნა ეტყობა აი გულში ზის და ვერ მივიწყებ რა ძალიან ეხლა რა მე პორმარინება მაგრამ რა დამიწუნა როგორ ერთხელაც არ შამამხედა ვიგრედა იარები გარდენა ხელ მირიგებენ მაჭანკალაკალები ვაე ვარალე გოგო შეგენაცვალე ვაე ვარალე გულში ჩაგიგრალმალე შენ თუ ჩემთან აღარ მოხვალ დარმა მეკარები იმდენ დავლევ და ვიცინებ ძილში გავიპარები ვაე ვარალე გოგო შეგენაცვალე ვაე ვარალე გულში ჩაგიგრალმალე ჩემთან მოვლენ ლამაზმანი ქალები შემოვიჯენ კოხტამირზე დაგევსება თვალები ვაე ვარალე გოგო შეგენაცვალე ვაე ვარალე გულში ჩაგიგრალმალე რაც ხარიგრე უკარება კუდაიზე გით დადიხარ ერთი მაინც მაგოცნინე კაცსად აღარ ვარგივარ ვაე ვარალე გოგო შეგენაცვალე ჩაგიგრალმალე ელქვეყანაი მოგატარებ ჩემი ჯორი დაჭკითა გურჯა თუ დამიწუნებ შიგთელავში ჩაგიყვან შაირთო ვაე ვარალე გოგო შეგენაცვალე ვაე ვარალე გულში ჩაგიგრალმალე ვაე ვარალე გოგო შეგენაცვალე ვაე ვარალე
გოგო შენ გენაცვალე ოდე გაუწია პროგრამა გაიგო